მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში გავიგებთ თუ რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ JavaScript-ის ობიექტთან ეგრეთ წოდებული dot notation-ი, ანუ წერტილის ცდომა და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული bracket notation-ი, ანუ კვადრატული ფრჩხილებით ცდომა. ეკრანზე გამოსახული გვაქვს JavaScript-ის ობიექტი, user ობიექტი, რომელსაც აქვს ორი თვისება, პირველი არის name-ი, მნიშვნელობით John-ი, ხოლო მეორე age მნიშვნელობით 30. იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ ჩვენ დავბეჭდოთ მაგალითად John-ი ჩვენს ეკრანზე კონსოლში, შეგვიძლია მივწვდეთ ეგრეთ წოდებული წერტილით, ანუ dot notation-ით, აი ესე, ანუ ცვლადის სახელი და შემდეგ მაგალითად name-ი. კონსოლში თუ გადავალთ და დავბეჭდავთ, დავინახავთ რომ დაიბეჭდა John-ი. ასევე შეგვიძლია დაიბეჭდოს, რა თქმა უნდა, ამისი age, ეს პატარა გახსენება და დაიბეჭდება 30. მოგლეთ, და ასევე შეგვიძლია ამ ობიექტის დაბეჭდვა მეორენაირადაც, ეგრეთ წოდებული კვადრატული ფრჩხილებით, თუ დავწერთ names და ასევე user და ისევ კვადრატული ფრჩხილებით და age-ს, იდეაში დაიბეჭდება ორივე, John-ი და 30. ეხლა რა განსხვავება ამათ შორის? პირველ რიგში, რა შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული dot notation-ი? ობიექტის თვისებაზე წერტილის ცდომა, ანუ dot notation-ი სასურველია მაშინ, როდესაც თვისება წარმოადგენს, ანუ property JavaScript-ის სწორ მნიშვნელობას, ანუ არ შეიცავს სიცარიელეს, ეგრეთ წოდებული white space, არ იწყება რიცხვითი მნიშვნელობით, არ არის ეგრეთ წოდებული დარეზერვებული საკვანძო სიტყვა და ასე შემდეგ. ასევე წერტილის ცდომა სასურველია იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ვართ ობიექტის სტატიკურ მნიშვნელობაში და ეს რას გულისხმობს? სტატიკური მნიშვნელობა გულისხმობს იმას, რომ ეს ობიექტი ჩვენს კოდში აღწერილია ჩვენს მიერ და შესაბამისად ეს ეგრეთ წოდებული property-ები, თვისებები, ვიცით რომ აუცილებლად არსებობს. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს ესეთი ობიექტი მოცემული, რომელიც იწყება მაგალითად რიცხვითი მნიშვნელობით და რას გულისხმობს? ეხლა მაგალითისთვის მე არ შემიძლია, რომ აი აქ მეწეროს ერთიანი, ვინაიდან, როგორც ვიცით, JavaScript-ში არ შეიძლება რიცხვითი მნიშვნელობით იწყებოდეს ცვლადი ან ეგრეთ წოდებული თვისება, property. როგორ შეიძლება ახლა ამის გამოსწორება? ამის გამოსწორება შეიძლება ერთი მარტივი მეთოდით. უბრალოდ ეს ჩავსვათ ეგრეთ წოდებულ ფრჩხილებში და უკვე ნახეთ ჩვენი შეცდომა გაქრა. ესეც რეალურად არის JavaScript-ის ობიექტი, მაგრამ თუ დავაკვირდებით და ვეცდებით, რომ ახლა აი ეს ამოვიღოთ აქედან წერტილიანი ცდომის მიხედვით, ხო? და ისე დავწერთ, დავინახავთ, რომ JavaScript-ის IntelliSense-ი გვეუბნება, რომ ეს არის შეცდომა და ამას ვერანაირად ვერ დავწერთ. მოდი ახლა ეს გადავაკეთოთ. აი ესე, კვადრატული ფრჩხილებით. და ვეცადოთ ამის ისევ დაბეჭდვას. დავინახეთ, რომ ეს ყველაფერი დაიბეჭდა. ანუ რა გამოდის? რომ ჩვენ შეგვიძლია დავბეჭდოთ კვადრატული ფრჩხილებით მსგავსი ტიპის ეგრეთ წოდებული თვისებები, property-ები. ასევე ჩვენ ვერ შევძლებდით რომ დაგვებეჭდა აი ესეთი ტიპის ცვლადი, property, ბოდიშით, მაგალითად ტირეთი, ვინაიდან ეს არ იქნებოდა სწორი, ვინაიდან ეს არის არითმეტიკული ოპერაცია. ამ შემთხვევაშიც თუ ჩვენ ჩავსვათ ამას ბრჭყალებში და გადავაკეთებთ და თუნდაც ვეცდებით ესეთ ჩაწერას, ნახოთ თუ ჩაიწერება. რა თქმა უნდა, არ ჩაიწერება, ვინაიდან ეს არის შეცდომა. და ეხლა გადავაკეთოთ ეს ყველაფერი და დავწეროთ კვადრატული ფრჩხილებით. ტირე. გავასვთავოთ ჩვენი კონსოლი და გავუშვათ. ანალოგიურად დაიბეჭდა. ხა შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა თუ ესეთი ობიექტი საიდან შეიძლება მოფრინდეს. როდესაც ჩვენ დავიწყებთ რაღაც დიდ მასივებთან მუშაობას და მაგალითად API-სთან მუშაობას, ხანდახან საკმაოდ იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ არის ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ შეიძლება მოდიოდეს რაღაცა კონკრეტული ისეთი property, რომელსაც მსგავსი ტიპის აღწერილობა შეიძლება ქონდეს. ასევე შეიძლება ქონდეს ერთი ცალი space-ი წინ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია space-იანი property-ის დაბეჭდვა, ჩვეულებრივი ბეჭდება, მაგრამ ვერანაირად ვერ დავბეჭდავდით ეგრეთ წოდებული წერტილით. მაგალითად, აი ესე ვერ დავბეჭდავდით, ისევ გავიდოდა შეცდომაზე. დავაკვირდეთ. და ასევე ჩვენი კვადრატული ფრჩხილებით შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ეს დავაბრუნოთ ახლა ეს ყველაფერი და გავაკეთოთ შემდეგი მაგალითი.
წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს კიდევ ახალი ცვლადი, რომელსაც აქვს key სახელი, დასახელება და მინიჭებული აქვს ამას name. ახლა ვცადოთ, რომ დავბეჭდოთ აი ეს ჯონი, უბრალოდ გამოვიყენოთ აი ამ key-ში შენახული მნიშვნელობა name. თუ გამოგვივა მაგის დაბეჭდა. ვინაიდან თუ ცალკე დავბეჭდავთ, მაგალითად keys, console log-ში keys თუ დავბეჭდავთ, აქაც იბეჭდება name. შესაბამისად, ლოგიკურად აი ესე უნდა მუშაობდეს, მაგალითად name.key. ბოდიშით name არა და user.key, ვინაიდან key-ში შენახულია name, წესით უნდა ჯდებოდეს ეს name აი აქ და იბეჭდებოდეს. ნახოთ თუ დაიბეჭდება. დავინახეთ, რომ არ დაიბეჭდა, ამის მიზეზებზე მე ცალკე ვიდეო შეიძლება გადავიღოთ, მაგრამ როგორც კი ჩვენ აი ამას ჩავსვავთ ეგრეთ წოდებულ კვადრატულ ფრჩხილებში, დავინახოთ დაიბეჭდება თუ არა. დაიბეჭდა ეგრევე ჩვენი მნიშვნელობა. ამ ვიდეო გაკვეთილით მოკლედ ვეცადე, რომ მარტივი მაგალითების გამოყენებით ამიხსნა თუ ამ მარტივი მაგალითებით ვეცადე ამიხსნა მარტივად რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ წერტილის წვდომა ობიექტის თვისებასთან და რა შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული კვადრატული ფრჩხილები. თუ კიდევ რაიმეს დაამატებდით ამ ვიდეოს, შეგიძლიათ დაბლა კომენტარებში დაწეროთ და გაუზიაროთ თქვენი ცოდნა ჩემი არხის მაყურებლებს. ეხლა კი დაგემშვიდობებით დროებით მომავალ შეხვედრამდე. და კიდევ არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა.